სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, მრავალს დაგასწროთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო ჩვენ წავიკითხეთ სახარება ერთი სასწაულის შესახებ, რომელსაც ქვია ბრმის განკურნება. ამ კვირას ზოგადად ასევე ქვია ბრმის კვირა. შემთხვევითი არ შეიძლება ეს რა თქმა უნდა იყოს, რადგანაც ბრმის კვირა ქვია, ალბათ მოცემულობა რაღაცა ერთგვარი გზავნილია ეკლესიისა, რომ შენ ამ თემაზე უნდა იფიქრო. სიბრმავეზე უნდა იფიქრო, რომ რა არის სიბრმავე. და ამაში არ იგულისხმება მხოლოდ თვალში რაღაცა სინათლის გამოჩენა და არ გამოჩენა. არამედ სხვაგვარ სიბრმავეც არსებობს ადამიანისა, რომელიც შეიძლება ფერებს ერთმანეთისგან კარგად ანსხვავებდეს, მაგრამ არ კონდეს თუნდაც მადლიერების გრძნობა და ეს სრული სიბრმავე ადამიანისა მინდა გითხრათ. ასე რომ ეს ჩამონათვალი შორს აგვიყვანს ჩვენ, უბრალოდ თვითონ სახარებისეულ სიუჟეტს დაუბრუნდეთ. შობიდგან ბრმა, ანუ დაბადებით ის კი არ იყო, რომ ვთქვათ, მე რაღაცა ავადმყოფობის დროს შეიძინა ესეთი რაღაც ან ჯანმრთელობამ არ შეუქმნა, ხელსაკრელი პირობები არ ქონდა და ამიტომ დაბრმავდა. არა, რომ დაიბადა ეს ადამიანი, გარდამოცემა არსებობს, რომ მას თვალები საერთოდ არ ქონდა. ასეთი ანომალია იყო, რომ თვალების ადგილას ესეთი მთლიანად შეკრული იყო ეს ლოყა, რო წარმოიდგინოთ შუბლთან შეერთებული. და რა დარჩენია ასეთ ადამიანს, თუ არა ის, რომ დაჯდეს უნდა და სხვისი ხელის შემყურე იყოს. ეხლა თანამედროვე 21 საუკუნეში თანამედროვე ცივილიზაციის დროს ბრმების დასაქმებაც ხდება, მოგეხსენებათ თქვენ წერა-კითხვასაც სწავლობენ და ყველანაირად ითვისებენ, ესე იგი რაღაც განათლებასაც და შეიძლება სამსახურშიც დაკავდნენ, მაგრამ მაშინ არ იყო ეს დრო და შესაბამისად ერთადერთი რაც შეეძლო ამ ადამიანს უნდა დამჯდარიყო ქუჩაში და სხვისი ხელის შემყურე ყოფილიყო. და მე ორმა ამბავმა შემძრა აი ამ სახარებაში, რომელიც ჩვენ დღეს წავიკითხეთ და რომ მოვდიოდი სახლიდან, როდესაც მოვდიოდი ტაძარში წირვის დასაწყებად, სულ მეფიქრებოდა ამ ამბავზე. პირველი ამბავი არის ის, რომ სახარებაში ჩვენ ყველგან ვხედავთ, რომ ადამიანები ან თვითონ ეხვეწებიან ქრისტეს განკურნების შესახებ, ან სხვები ეხვეწებიან. აი მაგალითად მამას მოყავს შვილი განსაკურნებლად, ან მეგობრებს მოყავთ ერთი მეგობარი დავრდომილი გახსოვთ, სახურავს რომ გადახდიან და ზევიდან ჩამოუშვებენ. ან ბრმები გახსოვთ თვითონ რომ ღაღადებენ, შეგვიწყალენ ჩვენ ძეო დავითისაო რომ ეხვეწებიან. ანუ ვიღაცა ყოველთვის თხოვს, ეხვეწება, რომ განიკურნოს ადამიანი. ამ შემთხვევაში მსგავსი არაფერი არ მომხდარა. ერთადერთი კითხვა დაუსვეს მოციქულებმა. ისიც არ უკითხავთ, რომ შეიძლება თუ არა განიკურნოს ეს ადამიანი. ერთადერთ კითხვას სვავენ. ვინ სწოდა ამან თუ ამის წინაპრებმა რომ ბრმად იშვა? ასეთი ანომალია რომ გაჩნდა. ვისი დანაშაულია ეს, ამისი თუ ამის წინაპრების? და მაცხოვარი პასუხობს ასეთ რამეს, არც ამის და არც ამისი წინაპრების, არამედ ღვთის დიდება უნდა გაცხადდეს მასზე. ეხლა ეს კითხვაც ძალიან შემადრწუნებელია, რომ ღმერთს ესჭირდება, რომ ვიღაცის დიდება რო გაცხადდეს, ამიტომ უბედური ადამიანი უნდა დაიბადოს, რაღაცა ანომალიით უნდა დაიბადოს, რომ თვალი არ კონდეს და ყური არ კონდეს და ასე შემდგომ ღმერთს თავისი დიდების გასაცხადებლად ესჭირდება? არ არის ეს ასე. დაუბრუნდეთ კვლავ ამ ბრმის მდგომარეობას. ნახეთ, ეს არის კაცი, რომელიც ასეთი დაიბადა, რომელიც შეეგუა თავის მდგომარეობას. ის ზის და ხელგაწვილი ტაძართან ითხოვს მოწყალებას. ეხლა თანამედროვე სამყაროში თუ ვინმე ვკითხავს ჩვენ რომ ეს სახარება როგორ უნდა გვაფიქრებდეს, რომ მთელი კვირა ბრმაზე ვფიქრობდეთ, მე პირდაპირ გეტყვით როგორ შეიძლება გაფიქრებდეს და როგორ შეიძლება მთელი კვირა ამაზე ფიქრობდე, კი არა მთელი ცხოვრებაც კი ფიქრობდე ამაზე. რომ რაზე ხარ შენ შეგუებული, რომელ ცოდვას, რომელ მანკიერებას, რომელ რაღაცა მავნე ჩვევას მიეჩვიე ისე, რომ ამბობ რომ ეს აღარ განიკურნება. ამას არაფერი არ ეშველება. ეს ესევე უნდა დარჩეს. ასეთი უნდა ვიყო.
ცხოვრების ბოლომდე და გარდაცვალების შემდგომაც. ასეთი უნდა დავრჩე, იმიტომ რომ ეს ჩემშია და რაღაცნაირად მივიჩნევ, რომ თითქოს ეს ისე არის შეთვისებული ჩემში, რომ მე მისი გამოსწორება არ შემიძლია. ისევე როგორც ეს ბრმა რომ ზის, არც კი ითხოვს განკურნებას და განკურნებას არ ითხოვს ის, ვინც შეგუებულია თავის ავადმყოფობას. ამიტომაც ეს ბრმის კვირა პირველ რიგში ჩვენ ამას გვკარნახობს, რომ როდესაც არ ითხოვ განკურნებას, ესე იგი, ან არ მიგაჩნია ორი შემთხვევა, რომ ან არ მიგაჩნია თავი, რომ რაღაცაში დამნაშავე ხარ, ავადმყოფობას გულისხმობ ამ შემთხვევაში, ან მეორე უფრო უკიდურესი, შეგუებული ხარ ამას, ხელი გაქვს ჩაქნეული და ამბობ, მე რა ეხლა, ყველა იგინება და მეც რომ ვიგინებოდე რა მოხდა. ყველა განიკითხავს და მეც რომ განვიკითხავდე რა მოხდა. ყველა იტყუება და მეც რომ თქვა ეხლა ბოროტიტყუილი ხო არ არის კაცო რაღაც ვინმეს რამე ხომ არ ვავნე. მაგრამ ჩემშია ეს თვისება და იმდენად არის ჩემში, რომ ესე იგი აი რა შესიხორცებულია შეიძლება ასე ითქვას. როგორც ჩემი სხეულის ნაწილი ესე არის ჩემში ჩამჯდარი ეს ყველაფერი. და არანაირად არ ვფიქრობ, რომ მას კურნება სჭირდება. მიმაჩნია, რომ ამას აღარაფერი აღარ ეშველება, ისევე როგორც ეს ბრმა ფიქრობდა და ასევე იჯდა იმ ტაძართან ხელგაწვილი. სხვა დახმარების მოლოდინში, მატერიალური დახმარების მოლოდინში. ეს იყო ამბავი პირველი, რომელმაც შემძრა ამ სახარების კითხვისას. და მეორე ამბავი გახლავთ ის, რომ როგორ ხდება განკურნება. ღმერთი არასდროს არ მოქმედებს შენს გარეშე. დაბა დააკვირდით თუ ეს ასე არ არის. ნახეთ რას გააკეთებს ღმერთი. როგორ გაცხადდება მისი დიდება და რაშია გაცხადებული დღევანდელი სახარებისეული დიდება, ღმერთის დიდება. და რა არის საერთოდ ეს სასწაული? სასწაული კურნებისა არის ესა? თუ სასწაული მორჩილებისა და ღვთის ხმის მოსმენისა. ნახეთ რას აკეთებს მაცხოვარი. დააფურთხებს პირდაპირ გზაზე არსებულ ტალახს, აქედან მოზელს თიხას და დაადებს იმ ადგილას ამ ადამიანს, სადაც თვალები უნდა გქონდეს, მაგრამ არა აქვს. დაადებს ამ ადგილას და ეტყვის, ეხლა წადი და დაიბანე სილოამის წყაროზე, სილოამი როგორც მოვლინებულად ესე ითარგმანება, მოვლინებული ანუ ქრისტე, რომელიც მოევლინა სამყაროს, ამის წინასწარმეტყველებაა ესეც და ესეც ადგება და პატიოსნად მიდის და ასრულებს აი ამ სიტყვას. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანი გამოჩნდებოდა იქ, რომელიც დაიძახებდა, რომ რას აკეთებ? დასცინი ამ უბედურ და გაჭირვებულ ადამიანს, როგორ შეიძლება ასე მოექცე საფყარს, რომელიც თავისით ვერ გადაადგილდება, რომელსაც თვალი არასდროს არ ქონია, სინათლე არასდროს არ შეუცნია, შენ ეხლა მას დასცინი, იმიტომ რომ აქ დააფურთხე, აქ მიწამოზილე, აქ ეხლა იმას სახეზე დაადე ეს ყველაფერი, აი შენ თვითონ როგორ წარმოგიდგენი ეხლა თანამედროვე სამყაროში მცხოვრებმა ადამიანმა ასეთი რამ რომ დაინახო, რას გააკეთებ? ალბათ წინააღმდეგობას გაუწევ და ეტყვი, რომ რას აკეთებ, როგორ გეკადრებათ? ისედაც თავისი გაჭირვება აქვს და თქვენ კიდე დასცინით. ვიღაცა ალბათ გზაში ეძახდა კიდეც, რომ სად მიდიხარ, ამას რას უსმენ, ხო ხედავ დაგცინა. ვიღაცამ ალბათ ხელი ჩაკიდა და წაიყვანა, განა იმიტომ რომ სჯეროდა რომ განიკურნებოდა. უბრალოდ იმიტომ რომ მას ასე უნდოდა ამ გაჭირვებულს და შეეცოდა ეს გაჭირვებული ადამიანი, რომ თვითონ ვერ გაიკვლევდა გზას, რა თქმა უნდა, სილოამის წყარომდე ვერაფრით ვერ მივიდოდა, შობიდან ბრმას არ ეწოდინებოდა სილოამის წყაროსთან როგორ უნდა მისულიყო. და მიდის ეს ადამიანი და იკურნება. ამიტომაც ეს არის სასწაული არა განკურნებისა, თუმცა კი ძალიან დიდი სასწაულია, იმიტომ რომ სხვა მსგავსი სასწაულები მომხდარა, კეთროვანიც განკურნებულა და მკვდარიც აღუდგენიათ წინასწარმეტყველებს, მაგრამ არარსებული თვალის ადგილას თვალი შეექმნას ვინმეს, ასეთი რამ არ მომხდარა. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ქრისტე ღმერთია შემოქმედი თითოეული ჩვენგანისა და მთელი სამყაროსი. რა თქმა უნდა, ყოვლადწმინდა სამება, მაგრამ უშუალოდ შემოქმედი ამ შემთხვევაში ძე ღვთისა, რომელიც ქმნის. მოქმედება, რა თქმა უნდა, სამებისა ერთია, მაგრამ ყველაფერში ვლინდება ქრისტეს ხელი.
და ეს აქაც გამოვლინდა, რომ ადამიანი სწორედ ამ თიხისგან არის მოზელილი. ესეც არ არის შემთხვევითი, სხვათა შორის წმინდა მამები ამბობენ, რომ რატომ თიხისგან? რატო ოქრო ვერცხლისგან არა? წარმოგიდგენიათ, ეხლა თიხისგან შექმნილი, როგორ ზევიდან უყურებ ყველას და ოქრო ვერცხლისგან რო იყო მოზელილი, რას დაათენებდი საერთოდ ამ ქვეყანაზე? ამიტომაც თიხისგან ხარ მოზელილი, რომ გახსოვდეს საიდან მოხვედი. თიხისგან ხარ მოზელილი, რომ შეგახსენოს, შენმა სხეულმა შეგახსენოს შენი მდგომარეობა, რა მდგომარეობაში იმყოფები და არ მისცე თავს უფლება ვიღაცას ზემოდან გადახედო. ამიტომაც მაცხოვარი სწორედ იგივეს იმეორებს, იგივე თიხისგან მოზელს, იმ ნაწილს, რომელიც ამ ადამიანს აკლია. ეს არის თვალები, არ ქონია მას არასდროს. და ეს თვალები გაუჩნდება, სასწაული რა თქმა უნდა დიდია, მაგრამ ამაზე დიდი სასწაული, რომელმაც შემძრამეთკი გითხარით, არის ის, კი არა რომ თვალები გაუჩნდა, ღმერთისთვის მორწმუნე ადამიანს სჯერა რა თქმა უნდა, რომ ღმერთისთვის ეს არის ძალიან უბრალო რამ. რა თქმა უნდა, უბრალო რამ არის. არარსებობიდან არსებობაში შემოყავს კაცობრიობა. და როგორ ეხლა თვალებს ვეღარ თუ მთელ კაცობრიობას თვალები მისცა, ამ ერთ ადამიანს ვეღარ მისცემდა თვალებს. მისცემდა რა თქმა უნდა. საკვირველი რა არის იცით, რომ არ მოქმედებს ის თვითონ ესე ჩვენგან დამოუკიდებლად. სამყაროს შექმნაშიც ასეა. სამყარო რომ შექმნა, სახელები ვინ დაარქვა ამ სამყაროში ყველაფერს, მცენარეს, ცხოველს? ვინ იყო ის, თუ არა ადამიანი? ადამმა გააკეთა ეს. ეს თანაშემოქმედებას არ ნიშნავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი გეუბნება, რომ მე შენს გარეშე არ ვაკეთებ ამას. შენთან შეთანხმებით ვაკეთებ. მოდი მე შემომყავს. იმიტომ რომ შენ არ გაქვს ამის ძალაუფლება, შემოიყვანო არარსებობიდან არსებობაში, მაგრამ შენ უკვე სახელი უნდა უწოდო. ანუ შენ თანაშემოქმედი ხარ ჩემი. ამ შემთხვევაშიც ამ თვალების, არარსებული თვალების თანაშემოქმედი ეს კაცია პირადად, იმიტომ რომ მან დაიჯერა ის რაც უთხრეს. მან თავმდაბლობით მიიღო ის ყველაფერი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ყურში ბევრი ესმოდა, რომ რას აკეთებს ეს კაცი და დასცინის ამ გაჭირვებულს. ამიტომაც ეს არის მეორე ძალიან განმაცვიფრებელი რამ დღევანდელ სახარებაში, რომ ეს თანამოქმედება ღმერთთან აბსოლუტურად ყველაფერს შეაძლებინებს ადამიანს. ოღონდ შენ უნდა უხმობდე ღმერთის სახელს, შენ უნდა ეძახდე მას და შენ უნდა გინდოდეს, რომ არ ეგუებოდე არსებულს რაღაცა შენში მანკიერებას, შენში არსებულ რაღაცა სიბრმავეს, რომელიც სიბრმავეც არ არის გამოხატული შეიძლება თვალის მიერ, მაგრამ არის სულისმიერი რაღაცა სიბრმავე. მაგრამ ამის კურნების იმედი არ უნდა გადაგეწუროს. ყოველთვის უნდა ამბობდე, რომ მაქვს ეს მანკიერი ჩვევა, მაგრამ ვიბრძვი იმისთვის, რომ მოვიშორო ეს ყველაფერი. და მოვიშორო როგორ? იესო ქრისტეს საშუალებით. როდესაც ვიტყვი, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, მოვუხმობ მე მის სახელს და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, როგორ შეიძლება მან არ გიპასუხოს, როგორ შეიძლება ის დარჩეს გულცივი შენი აი ამ გულითადი ამოძახილის მიმართ. აი ახლა მარტივი ამბავი, რომ ეხლა აქ რაღაცა გარკვეული საზოგადოება გავართ და ბავშვები დარბიან. დედა ან მამა რომ დაიძახოს რომელიმე ბავშვმა, ყველანი გარეთ გავიქცევით? არა. დედა იცნობს თავისი შვილის ხმას და მხოლოდ მისი დედა გავარ ამე ხო არ გიჭირსო, კითხავს. ხო მართალია. ასეთივე უნდა იყოს შეცნობადი შენი ხმა ღმერთისთვის, იმიტომ რომ ღმერთს უნდა მიმართავდე. არა რაღაცა ამ ქვეყნიურ ექიმებზე და წამლებზე და მკითხავებზე უნდა იყო დამოკიდებული, არამედ ღმერთზე, რომელიც აუცილებლად გიშველის და აუცილებლად გამოგიყვანს ამ მდგომარეობიდან. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი ეს შეიძლება საშუალება იყოს. ექიმიც იქნას გამოყენებული, ეს კი არ არის ცოდვა და არ წამლის მიღებაა ცოდვა. მაგრამ მთავარი არ უნდა დაგვიავიწყდეს, ვინ არის ჩვენი მაკურნებელი, ვინ არის ჩვენი გამომხსნელი და ვინ არის ჩვენი საერთოდ შემქმნელი. და არასდროს არ შეეგუო შენში არსებულ რაღაცა იმ მავნებლობას, რომელზედაც უკვე ხელი გაქვს ჩაქნეული და ამბობ, რომ ნუ რა ვქნა ახლა ასეთი ვარ. ყველა ასეთია. არასდროს არ უნდა ჩაიქნიო ხელი, იმიტომ რომ მაცხოვარი ბრძანებს
მცირედსა ზედა სარწმუნო იყავ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ. რას ნიშნავს ეს მცირედსა ზედა სარწმუნო? აბა სცადეთ 1 და 10 მცნება დაიცავით. მცირედია ხომ ეს 10 მცნება? დაიცავით ეს 10 მცნება. დაიცავით ის რომ პირველი 4 მუხლი ღმერთთან ურთიერთობას ეხება, შემდეგი 6 მუხლი ადამიანთან ურთიერთობას ეხება და დაიცავით პატიოსნად, რომ პატივი უნდა სცე დედასა შენსა და მამასა შენსა რომ წერია, იქ სხვა გზა არ უნდა ეძებო. ეს სულიერი სიბრმავეა უკვე. როგორც კი ადამიანი სხვა გზის ძიებას იწყებს და მოდის შეკითხვით რომ იცი რა, მამაჩემს არ დაუმსახურებია პატივისცემა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მიტოვებული ვყავდი. არ წერია მცნებაში როგორ დედას და როგორ მამას უნდა სცე პატივი. ყველანაირს. აბსოლუტურად ყველანაირს. მიუხედავად იმისა, როგორიც არის ის. ამიტომაც, როგორც კი გვერდითა გზების ძიებას იწყებ, აღარ ახარ მცირესა ზედა სარწმუნო და უნდა იყო ამ მცირეს თუნდაც ამ 10 მცნების სარწმუნო და შენ დაინახავ ამის შედეგს ძალიან მალე. რა პასუხს მიიღებ ღმერთისგან? რომ გეყოლება ირგვლივ ძალიან ბევრი პატივისმცემელი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს ასეთი კაცია, რომელსაც გვერდზე არ გაუხედავს, რომელსაც არც პარვა, არც ცილის წამება, არც სხვისი შური არასდროს არ ქონია, ღმერთის თაყვანისმცემელი კაცია და ნამდვილად ასეთი გახდები საზოგადოებაში, შენს ოჯახში, მისიონერი იქნები ყველასთვის და ყველგან. ამიტომაც, რასაც ვლაპარაკობ ამ სიბრმავეზე, ეს გახლავთ შეგუება ადამიანისა, რომ ეხლა ამას ვიცავ სამაგიეროდ და რას იცავს, იცით, რა გუგონია ხშირად ჩვენ რომ ამ ცნების დაცვაში რა შედის? კაცს ხომ არ ვკლავ? აი, კაცს რახან არ ვკლავ, ესე იგი, ამისთვის ტაშს უნდა მიკრავდეს საზოგადოება. ოღონდ ამ კაცის არკლაში რავს გულისხმობ, იცი რომ პირდაპირ მნიშვნელობით არ მივედი და ვიღაცას არ ვესროლე, არ დავახში ან რაღაცა საშინელება არ ჩავიდინე. არის სხვათა შორის წმინდა წერილშიც ესეთი ბევრი ამბავია მოთხრობილი, ერთ-ერთი მახსენდება, ისააკი არის გადასახლებული, იქ მეფე არის აბიმელექი. მერე იქაურობა აყვავდება ამ ისააკის გამო, იკურთხება და დიდი მოსავალი აქვს და ყველაფერი კარგად აქვს, მოკლედ და ისააკი რომ მიატოვებს იქაურობას, გამოეკიდება ეს მეფე და ეუბნება რომ ჩვენ ხო კარგის მეტი არაფერი არ გაგვიკეთებია, არაფერი არ გაუკეთებია საერთოდ ისააკისთვის. კარგის მეტი არაფერი არ გაგვიკეთებია შენთვისო და ამაში რას გულისხმობდა, იცი, აი რომ მოხვედით ხო არ მოკალიო. ამას გულისხმობდა. მეტი კი არაფერი არ გაუკეთებია, ისააკი თავისთვის ცხოვრობდა იქ და უბრალოდ ღმერთმა აკურთხა ის ადგილი. ამიტომაც ის რომ ვიღაცა არ მოგიკლავს, ჯვარი წერია ყველას. საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ კარგი ხარ და ან ცნებას იცავ. გულში რას ფიქრობ, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რას შეეგუე შენში, რომელ მანკიერებაზე ჩაიქნიე ხელი და თქვი, რომ ეს ასე არის, ახლა რა ვქნა, ასეთი დავიბადე და მიმაჩნია, რომ ეს ჩემი რაღაცა ბუნებითად, დაბადებითად თითქოს ესე მომყვება ეს ყველაფერი. ასეთი გავჩნდი, ამიტომაც ვიქნები ასეთი და შევეგუები ასეთ ჩემ თავს და არანაირად არ მოვინდომებ იმას, რომ ვითხოვო განკურნები. ამიტომაც ნახეთ, დიდი გამოძიება მიმდინარეობს იქ ებრაელებში. როგორ მოხდა მისი თვალის განკურნება და 9-ჯერ დაკითხავენ მას, იქ დაკითხავენ მის მშობლებს. ეს ბრმა ამბობს ძალიან საინტერესო ამბებს. ეუბნებიან რომ ეგო ცოდვილი კაციაო, შაბათს მოზილაო, თიხაო, როგორ შეიძლება ასეთი რამ გაეკეთებიო? მე არ ვიციო ცოდვილი არის თუ არაო. მე ერთი რამ ვიცი, ბრმა ვიყავიო და ახლა ვხედავო. კიდევ ერთი რამ ვიციო, ცოდვილისასო არის მენს ღმერთიო. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ბრმის კვირა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა იფიქროთ ამ სიბრმავეზე, რომელ სულიერ სიბრმავეს შეეგუა ჩვენი სულიერი მდგომარეობა და რომელზე ამბობს, რომ აღარაფერი აღარ ეშველება. რომ კვლავ იმედის თვალი მივაპყროთ ღმერთს, რომ განვიკურნოთ ამისგანაც, აგვეხილოს თვალი, დავინახოთ ჭეშმარიტი ღმერთი და შეგვეძლოს ამ ჭეშმარიტი ღმერთის დიდება უკუნისამდე. ამინ.